იყოს მესამე შედა. Давай. Perfetto. ჩვენ ვართ ქუთაისის აეროპორტში. და მივდივართ იტალიაში. თელი ოჯახი და შობლები მიყვარს იტალიაში პირველად. როგორ განწყობით ხართ? კარგი. რომში დავილაპარაკოთ. რა? რომში დავილაპარაკოთ. Gentlemen, we would like this includes e-cigarettes and vapes, so we kindly ask you not to. გამოვხინდით ახლა. ჩამოვედით და ნახოთ აბა როგორ იქნება. კარგი ავიღოთ და მე შეგატყობინებთ რა როგორ იქნება. კი ბატონო. ჯერ 2 მეტრიც არ გაუვლია და უკეთ უზომავს. გავიღალე. დაუბრუნდეთ მეძინება. გამოვედით. და გამოვედით მეგობრებო როგორც იქნა. მოუკვდით ესე იგი მხელა რიგში ვიდექით. მაგრამ ახლა ველოდებით ტაქსის და წავალთ ბინაში და უკვე იქიდან დაგიბრუნდებთ. ასეთ ლექით არასდროს არ მიგზავრია. მიგზავროთ ახლა. შედიხარ. ასე. დავაწექით მესამე. დაიძრა. მოვედით. მეგობრებო, ამოვედით ლიფტიდან და ისენ მოგძანდით. მათმა მომასწრეს. ეს არის ჩვენი აპარტამენტი. აბა, აპარტამენტი. რესტორანტი. ჯერაცებს. ვაუ. ხან შოკი მჭირს. აჰა, ივანზეც გახვალ. Like 5 minutes from here. ან ეს კოტო ასეთი სახლი გჭირდება. მოდი ნახე სამზარეულო. აუ, რა ხელობინა ყოფილა ეს. ნახე. აქ ჩვენ წობი. ხტოჩი. გამაგრია. მაგარი. აქ კიდე საძინებელია. ვანათ. რა ქენიგო? ანუ რა გინდა? დაიკეცა უბრალოდ ალბათ. საიღარ ამდილს. ამდილას გავედი ქალაქში, გავიარე, გამოვიარე. მე ძალიან კარგი სტაბილიზებები მაქვს. რა მოგვიტანე? ჯერჯერობით. რა მოგვიტანე? რა მოვიტანე და კოკა-კოლა რაღაცა. ორი. თავაგემოვნა. ალბათ მეგონა აუთოებს რაღაცებს. დღე პირველი გამოვედით. გამოვედით გარეთ. და ახლა ცივილიზაციაში. მივდივართ სად მივდივართ? კოლოსეუმში მე მგონი. კოლოსეუმში. საქმიანი ადამიანი მიდის სამსახურში. ალბათ არ იჩქარება საერთოდ. დადგებით მას. ზრდირი ბაზარზე. ხორც. ხორცო. რა გის ყველი? ეს რა არის? გოგრის ფორმა მიუციათ ყველზე. მიდის ბჭობა იმაზე თუ როგორ გავიდეთ ამ მეტროში. ყველაზე საინტერესოდ ეს ადამიანი იყო. კოლოსეუმი ეს არის უზარმაზარი ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც აშენდა რომში ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში.
მის მშენებლობაზე 100,000-ზე მეტი მონა მუშაობდა. გრძელდებოდა 8 წელი და დამთავრდა იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის დროს. ამფითეატრი აშენდა 100-წლიანი თამაშების სამასპინძლოდ, გლადიატორთა ორთაბრძოლებისთვის და სხვადასხვა მწამებლური სანახაობებისთვის. და მეგობრებო, კარგად ვერ მოვიფიქრეთ, რომელი საათის ბილეთის ყიდვა გვაწყობდა და გვიწევს რიგში დგომა. ნახოთ, ამდენი ხანი დაგჭირდება. ბოლოში გასასვლელად. რამდენ ხანში ავიღეთ ბილეთს? ნახოთ. დრო დავენიშნ. 12-ის ნახევარია. რიგში დაგჭირდა 40 წუთი ბილეთები ავიღეთ. რიგში დაგჭირდა 40 წუთი. ესე გამოიყურებეთ ჩვენი ბილეთები და ეხლა უნდა წავიდეთ, მოვასწროთ. მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით კოლოსეუმში შემოვედით შიგნიცა და ბათალიერეთ. იქ უკვე დანგრეულია რა. კაპიკი ამის ფასი. კოლოსეუმი გეგმაში წარმოადგენს ელიფსის ფორმის ნაგებობას. იტევდა 50,000 მაყურებელს. მაყურებლის ადგილები განლაგებულია არენის ირგვლივ ელიფსური რგოლების სახით. ქედან გამოდიოდა რომის იმპერატორი, კეისარი უფრო სწორად. კეისარი არ ვიცი, მამიკოროადისის დამიფიქსირე. რაღაცა დაუთრევია. ხაჭუბი მოხ. წართვე და ბილები. წარს ეს საწყალი. ანუ ნახე, მამიკოს სანახაობას კი არ კარგავს. ტელეფონი უჭირავს, იქეთ თავის აზიღებს ტელეფონი. აქეთ თვითონაც იყურება. თვითონ მიიღებს ბეჭდავს გონებაში. ისტორიული სელფი. ისტორიული სელფი. მამ, მოიხედა. Hello. How are you? Hello. და მეგობრებო, ამ კოლოსეუმიდან და ამ ხედიდან მოვიწყდეთ. გავეწერეთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ჩვენი ვიდეო, რადგან ძალიან ბევრს იცავს ჩვენი мотиваციისთვის, იმისათვის, რომ უკეთესი და უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზეთ. დიახაც. ხედე ახლა იქ. ხო და ასეთია ჩვენი ხედი მეგობრებო. ეს არის მეგობრებო კოლიზეუმი. ეს არის კოლიზეუმი. თქვენ ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ რაღაცა რა არის ეს ქვევიო, ნანგრევებია, ხო, რაღაცა რა. ამის ისტორია უნდა იცოდე რა. არქიტექტურა, ისტორია, რაღაცა. გოგონამ თავისი სათქმელი თქვა. აი გოგო. ფასადს ამ იარუსად გასდევდა თაღედი, ხოლო მეოთხე იარუსში გაიჭრა 4-კუთხა ფანჯრები. მეორე და მესამე იარუსების ღიობებში იდგა ქანდაკებები. კოლოსეუმის მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი არქიტექტორი გავრიელ ციუსი მის აშენებულ არენაზე აწამეს. მოვედით კაფეში. მოვედით კაფეში. ცოტა გავწვით და ყავდავლით. და გავაგრძელოთ მე ეს რაღაცების და Essa margarista. ეს რადგინდა გაიკეთე ისმის, მაგი ჩოლები. ასე რომ ლაპარაკო მუღამია. ასე რომ ლაპარაკო მომაგიჭირავს. და ახლა მეგობრებო ვიმყოფებით რომის ფორუმში და სიმართლე გითხრათ დიდად ისტორია არ მახსოვს კარგად და It's not allowed. What is? What is this? It's camera. ლაპარაკი. ანუ ეხლა შეგვეშერეს რომ არ შეიძლება გადაღებაო იმასეო და რა ვიცი. მაგრამ რომის ფორუმში ვარ და არ მახსოვს კარგად ისტორია და რამე არ მინდა რომ შემეშალოს და შემდეგ voice-overs დავადებ ალბათ. ჩვენი კამერა და ჯობი ეხლა დროულად ნახოთ რაღაცეები და წავიდეთ აქედან. დავდივართ, სულ დავდივართ. მეტი რა გვაქვს აქ? რა გვაქვს აქ მე ახლა? ამითაც კი ვჭამთ რა გინდა. სასვენებლად ჩამოხვედი, მეტი რა.
ეხლა ვნახოთ რუკ და დავაკვირდეთ ადგილებს. რამე არ გამოგჩეს, იმიტომ რომ კაცო თქო მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ შესვლა. რესპუბლიკის პერიოდში ქალაქური ცხოვრება ფორუმზე მიმდინარეობდა. შეკრებები, დისკუსიები, სწავლება, ვაჭრობა და ასე შემდეგ. აქ იყო განლაგებული მთავარი ტაძრები. ფორუმი პოლიტიკური ცენტრი, თავყრილობისა და მოღვაწეთა გამოსვლის ადგილი იყო. აქვე ინახებოდა ხაზინა. არის ფოტო. ფოტო. დღესასწაულებზე ფორუმის ცენტრში იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები. თავდაპირველად რომის ცენტრი ჩამოყალიბდა ჭაობიანი ველის საზღვრებში, რომელიც შემდგომ რომის ფორუმი გახდა. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმული იყო კაპიტოლიუმის, პალატინისა და კვირინალის ბორცვებით. ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში არის რომის ფორუმის რეკონსტრუქცია. ტაბულარიუმის წინ თანდათან გაჩნდა ქალღმერთ კონკორდისა და ვესპასიანეს ტაძრები. საბოლოოდ ბევრი ეკონომიკური და სასამართლო საქმიანობამ რომის ფორუმიდან უფრო ექსტრავაგანტულ სტრუქტურებზე გადაინაცვლა ჩრდილოეთით. კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს კი მოხდა ფორუმის კომპლექსის ბოლო მნიშვნელოვანი გაფართოება. ამან პოლიტიკური ცენტრი დააბრუნა რომის ფორუმზე, თითქმის 2 საუკუნით, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე. ფორუმიდან გასვლისთანავე ყურადღებას იქცევს უზარმაზარი და ულამაზესი ნაგებობა, ვიქტორ ემანუელ მეორის მონუმენტი. ძეგლს აქვს დიდი სიმბოლური ღირებულება. ის ეძღვნება ეროვნული ერთიანობის და უცხო ბატონობისაგან განმათავისუფლებელ პროცესებს. რომში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ღირსშესანიშნავი ადგილი არის ტრევის შადრევანი. გრანდიოზული და ეფექტური ღირსშესანიშნაობა ანტიკური პიესის ქვისგან შესრულებულ სცენას უფრო გავს. შადრევანის უკან პოლის სასახლეა. ის და შადრევანი ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის. პოლის სასახლის თავზე რომის პაპის კლემენტ მე-12-ის გერბი მოჩანს. აქ ყველაზე ცნობილი ტრადიციაა შადრევანში მონეტის ჩაგდება და სურვილის ჩაფიქრება. უნდა შევიფიქრო და ხაბეგობრებო და რა ვიცი რა. აი იქნებოდეს. სურვილი ჩაფიქრებულია. და ერთი, ორი. ამ ხელა შადრევას როგორ ააცილე? ეგი ჩემი არა ვიღაცა მააცი. ვიღაცისა. ვიღაც სულ ჩავაგდებ, მაგრამ ნეტა სროლა ესწავლოს ვიცად. ასეთი კვატების არჩევანი მე არ ვიცი. Yeah. Yo, რა ვიყიდე? მონაკე? პანთეონი რომაული ეპოქის ყველაზე დიდი გუმბათოვანი ნაგებობაა პორტიკით. შენობა შედგება 3 ნაწილისაგან. გუმბათის ცენტრში ეგრეთ წოდებული პანთეონის თვალია მოთავსებული, რომლის დიამეტრიც 9 მეტრია. აქედან შემოდის ერთადერთი სინათლე, რადგან პანთეონს სხვა ფანჯრები არ აქვს. შენ გინდა ბევრი ნაყინი. სამწუხაროდ ამდენი სანახაობის შემდეგ ცოტათი შემოგვაღამდა და ულამაზესი მოედნის პიაცა ნავონას ნახვა სიმნელეში მოგვიწია. მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი შთაბეჭდილებებით აგვავსო ამ ულამაზესმა სანახაობამ, ვინაიდან რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე ეს მოედანი არის ხელოვნებისა და ისტორიის საოცარი შერწყმა. მოედანი გარშემორტყმულია ბრწყინვალე ბოროკოს შენობებით, რაც კიდევ უფრო მატებს ამ მოედანს დიდებულ ელფერს. წელში არის 12-13 უკვე. 13 კილომეტრი არის. კილომეტრი ვიარეთ.
დღეს ჩვენ მოგზაურობის მესამე დღეა. მეორე. იყოს მესამე შეერახე. და თითქმის მთავარი ღირსშესანიშნაობები ჩვენ დავათვალიერეთ. ახლა უნდა იმას ვთქვათ, რომ ახალი დღევანდელი დღე დაგვიგოთ, დღევანდელი დღე. ხო, ასე ბატონო ჩემო და ახლა არის რამე საათია? 11 საათისთვის წავიდე. გამოგვიტანეთ. კონცე იყო მალაზიაში დასული და ის რაღაცა საფსატარი მოიტანა. ჩიფსი. გოგონას მოუტანა რა მოგიტანა. ომეთ მარ მოყავდა. აი მე. ამის როა. მაშინ მაშინ. უფრო გაშვილია იტალიური. ნახენდა მეორე დღე და მივდივართ, სად მივდივართ? ფიომინო. ფიომინო. გაჩერება. გაჩერება. შეჟარა. ბევრ სანახაობა არის ერთად და აბოვერია იქ. იქ გადავწყვეტ პირველი რომელს ნახავთ და გაგაგებინოთ. ჩავედით. მიდის ბრიგადა. Young and bold. ვიღიდე კამარი, მაგრამ ახლა ჩემ კამარს დაუტოვებ აქ. არც ციან ისე. სუვენირია თუ რა ხდება? სუვენირად დაუტოვებ აქ. აი, დაშვება, იყურება. დავა. ეგ არის. რა ხდება? ეგრე დაუტოვე ჩემი კამარი ჩანს, ეგრე აფერი დააგებული. დასკას. Hey, უჩვიგინებს ეგრე ის გა. კაია. Okay. ეხტებ. How much for this? No, not mine. Not me. რამდენი? 12? 12. ახლა მივდივარ შოთარუსთაველის ძეგლის სანახავად. ბიუსტის სანახავად. ბიუსტის. შუა რომში. ტიბრის სანაპირო. კატების დაჯგუფება. რაღაც ლამაზი ქუჩა. ხო. დებიდი რაფერ დადის. წავიდა. იო! სადნით მივდი. მათაგეშინია მა? ნგეში. ჯახები, ვერდა. Давай, молодец. Слушай, ты знаешь, Ваня. Ах, можешь формат чуровами сюда. Я там боюсь, а что ты делаешь? შეიძლება და ეს კვადრატი ჩვენ ყოფილიყო კონდენსატს უარიც. იქე წავიდი, დავაი კიდე მოხვით. ისეთი ნავით მოგზაურობა გამოგვივიდა მეგობრებო. ძალიან კარგი რემოში, სულთა ჰაერზე, არაჩვეულებრივი ბუნება. ვიღაცამ ხელი თხოვა და დათანხმდა. ვილა ბორგეზეს პარკიდან გამოსვლის შემდეგ მალევე ვხვდებით პიაცა დელ პოპოლოს უზარმაზარ კარიბჭებს.
კარიბჭეს შევყავართ პიაცა დელ პოპოლოს მოედანზე. მოედნის ცენტრში მდებარეობს ეგვიპტური რამზეს მეორის ობელისკი. მოედნის სამხრეთით მდებარეობს ორი ტყუპი ტაძარი. მათ შორის კი გადის ისტორიული რომის უმთავრესი ქუჩა, კორსოს ქუჩა, ანუ ვია დელ კორსო. ჯელატო ნომერი 4. ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე არ არის და საკმაოდ ცივა, მე მაინც ვჭამ ნაყინს, იტალიურ ჯელატოს. მე ნაყინოლოგი. პატარას ვიყიდულობთ რაღაცებს. პატარა კაცის, მე? ნასკები. ვიყიდეთ. რა ვიყიდეთ, ვის ვიყიდეთ? პატარა. სიყვარული. კიდე რა არის? ხურები რო აქ. რა იქნება? ვაი, ქუდი. პატარა ქუდი. ვის გაუბედა ასეთი პატარა ფეხუცები? შევოდით მაკდონალდსში შესვენებისთვის და გვანცამ რა თქმა უნდა ისევ დაგვასწრო გადახდა. გვანცა დამნაშავე. ვითხარი ორი სიტყვით რატო გვასწრებ ყოველთვის. სპეციალურად არ მექნი. აი, ყველაფერი ისეთი ლამაზია და უკვე იმდენად შევეგუეთ ამ ყველაფრის ყურებას, რომ რომელი აღნიშნოთ და რომელ შევხედოთ აღარ ვიცი და ძალიან ლამაზია არ ვიცი და ძალიან მომწონს არქიტექტურასთან შერწყმული ხეები, პალმები, ბუნება, ყვავილები. 125 საფეხურო დავიარო. 125 საფეხურო დავიაროთ, მაგრამ არ ვითვლით. ახლა რა თქმა დათვლილია. დათვლილი. დათვლილია. რა თქმა დათვლილი. მოდის. ისინი დარჩნენ. ეს ალბათ მე ისე უნდა ჩამოვიდეთ, ხო? ამოვედით? მორჩა? და მეგობრებო, დღეს საღამოს რესტორანში ვერ დავჯეშით, რადგანაც ყველა რესტორანი დაჯავშნილი იყო და მოგვიწია სახლში გამოძახება საკითხს. ესეთი Five Guys ბურგერები გამოიწყო. განახებად. ეურო. აჰა. სტაიგებს. მარა საკითხი. გვანცაზე ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი ხილი მიყიდა გვანცო. გვანცო, მადლობა. ხა მივდივართ უპილოტოდ. პილოტო მოდარებული ნახოთ აბა წინ დავჭდებით თან. დღეს არის მესამე დღე მეგობრებო და მივდივართ ვატიკანში. ბილეთები უკვე ნაყიდია, წინასწარ ვიყიდეთ და იმედია სწორად იყოს ნაყიდი თან. სწორად არის ნაყიდი, უბრალოდ თავარია მივასწროთ. ხო, თავარია დროშიც უნდა მივასწროთ. საათი. და წესით საოცარი სანახაობა გველოდება წინ, ყველაფერს გაგიზიარებ. მისე ვატიკანი. ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში. აი რიგი. აი ძმაო რიგი. აი, ერთმანეთს დაგაგვარვა. შესასვლელი არის ეგერ და ეს არის სულ რიგი. შესასვლელი დავაფიქსირე. ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში. მისი ფართობია 54 ჰექტარი. მოსახლეობა კი ოდნავ აჭარბებს 800 ადამიანს.
აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობაა ბელვედერის სასახლე. ბელვედერის სასახლის ეზოში დგას გირჩის ქანდაკება. ის პირველ-მეორე საუკუნეებშია დამზადებული. ამ მოედნის ცენტრში ასევე მოთავსებულია 4 მეტრი დიამეტრის მბრუნავი ოქროს სფერო. ჩამოვჯექით. შესვენებაზე ვართ, ეხლა ყავას დავლებთ, კრუასან შევჭამთ, რამე პატარ სუბუქა წავიხემსებთ რა და მე გავაგზელებთ ისე. ისე ცუდი ის არის, რომ კარგად ვერ ხვდებით საით უნდა წავიდეთ, რომ რაღაცა ნახაობა ვნახოთ და ცოტა გვიჭირს ეგ. და გიქირავებინა, გიდი გადაგახადა. დედა, შენ შთაბეჭდილებებზე გითხარი რამე. ჯერეთი და არასოდეს არ მეგონა აქ თუ ამოყოფდით ახს. ძალიან კარგია. დიდი მადლობა შვილებო, ეს თქვენი დამსახურება. დიდი სტაბილიზების ქვეშვა. დიდი სანახაობა ეს. და ყველაფერით რა მაყოფილია. დიდი მადლობა შვილებს. სიგიჟეში ეს რა ანუ ვუყურებთ ამ ყველაფერს და ვფიქრობთ. აი როგორ უნდა თქვა ამის მერე რომ ხატვარი ხარ და რაღაც პორტრეტებს და რაღაცას ხატავ არ ვიცი. მოკლედ მე შოქში ვარ. ასეთი რაღაცა რომ ნახე და ამის მერე რომ ადგები და შენ რაღაცა პორტრეტს დახატავ და ამის მერე როგორ იტყვი ხატვარი ოპას. როგორ იტყვი რომ ხატვარი ვარო ამის მერე და ბელვედერის სასახლეში ამ ულამაზესად მორთული დერეფნების ერთგვარი კულმინაცია კი ყველასათვის ცნობილი სიქსტეს კაპელა გახლავთ. აქ გადაღება აგვიკრძალეს, თუმცა ჩვენმა პაპარაცებმა მაინც მოახერხეს რამოდენიმე კადრის დაფიქსირება. მასე შინია. წმინდა პეტრეს მოედანი ვატიკანის უდიდესი და ულამაზესი მოედანია. მოედანი ორი მხრიდან სვეტების კოლონადით არის შემოზღუდული. წმინდა პეტრეს მოედნის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა წმინდა პეტრეს ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ეკლესია. და ბოლო დღეს აი ესე დავაგვირგვინეთ ჩვენი მოგზაურობა. მამიკო, ნახეაბა რა არის? ეს მოვიდა. და მამიკას ყველაზე კარგად გამოიყურება არის. და საქმე ყובელა მარტა, ორი. დაი ფოქლები. ერთა. ლაზანია. Perfetto. Spera, che da Guarderete la camera sulle che da rogava se non da camo. Vedi? Califin sapete a montagna. Via. Ma la skeptico ხარ გაწოვილი. ერგია ხო? მაგარია. არის როგავ პეტინე, კაი გაფი. აჰა. შეკი ბევრი კაფე. მაზუტი ვედა მოსასწრო. მარათია მაზუტი.
ალახე, ხوارა. ვიცკოზინია. მური გეძიკო აუ, ხომაი. არ ვიცკოზმა, ხომაი. აი მეგრული სუფრიდან მე იტალიურზე ცოტა გაგვიჭირდა ო, აი ყოფილა მას. გასაღები გავატანეთ სხვა პიროვნებას გასაღები გავატარეთ ჩემ დას და დავრჩით გარეთ. და დავრჩით გარეთ და ახლა ვიყინებით და ველოდებით როდის მოვლეთ. და კაფედან ყველა ჩვენ გვიყურებს და გველოდებიან როდის შევუკვეთავთ. და ინტერნეტის ძლივს დავიჭირეთ რომ დაგვერეკა ჩემი დისკი. იმის გამო ვდგავართ კაფეში რომ ინტერნეტი დაგვეჭირა და გვეთქვა რომ გასაღები არ გვაქვს. და ისინი მოვიდნენ. ჩვენ არ გველოდებიან. მისიე. მე დამარ ყველა მეტაცი. ჩვენ უნდა გავსინჯოთ პირველად ფილიპინური fast food-ი ჯოლიბი. მანუ სწრაფი საჭმელი ასე რომ ვთქვათ. ამას გადავდეთ. ეს რა? ეს gravy. Mashed potato, ხო? No. No. Personal styling. არა ხება. ჯოლიბი. და გითხარი შენი შთაბეჭდილებები იტალიაზე, რომზე და ამ მოგზაურობაზე ზოგადად. ძალიან კარგი იყო ყველაფერი, დიდი კმაყოფილი ვარ. ნახე ისეთი რაღაცეები, რომელიც არასოდეს არ მინახია და არც მეგონა თუ ნახავდი. ნუ ასე რომ ყველაფრად კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა ჩემ შვილებს. ძიმდინო. ასეთი კარგი სანახაობა და ამ სიშოროზე წამოგვიყვანეთ. და ყველაზე მეტად რა გამახსოვდა მაინც. არ ვიცი, ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი იყო ყველაფერი, ძალიან კარგი იყო ყველაფერი. მომავალ მოგზაურობამდე აბა. მე მოვიფიქროთ საწავიდეთ მომავალში, ხო? აუცილებლად. აბა მამიკოსაც კითხოთ. აზრი, მოვძებნოთ. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ვეძიათ ყველგან მამაჩემს. ყველგან. კიდე რაღაცას ყიდულ ხურდა რაც მორჩა ეგ უნდა დავხარჯო და ცდილობს რომ დახარჯო. რა უკუღმა მიჭირავს. იდი აქ მოხვედი გასა. მამა აქ რაღაცა გინდა. ყიდულობ რაღაცა. რას ყიდული? აი, ფანქარი ვიყიდე. ერთი 10 პასტა აქ ნაყიდი. არ ვიცი რა. Thank you. მამა, გითხარი ხა შენი შთაბეჭდილებები მოგზაურობაზე რომზე იტალიაზე. მოდი. საუკეთესო ყველაფერი, რა ვიცი, ყველაფერი კარგია. საუკეთესოა. ძალიან მაღლობილი ვარ, ოჯახთან ერთად რო ვიყავით, ერთად ვისიამოვნეთ. რა ვიცი, ყველაფერი კარგი. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვ? რა ვიცი, ერთმანეთს გამორჩეულად რა ვიცი ახლა. ემოციები, ვერ დავლაგდი ისე, რომ რაღაცა აღნიშნოს. ყველაზე უკეთეს. ერთ ადგილიდან მეორეზე რო გადავდიოდი, უკეთესი და უკეთესი იყო, რა ვიცი, ყოველთვის. იმა. გადაღებას ვერ ავიდე, იმდენი ის იყო რა. ტელეფონი ყველაფერი გაგვევს. და შემდეგ მოგზაურობას დავგეგმავთ მე და კიდე გვექნება ხო აუცილებლად? კი, აუცილებლად დავგეგმავთ შემდეგში. და შემდეგ კიდე მოგვემატება წევრი, ოჯახის წევრი და უფრო მეტი იქნება და უფრო უკეთესად ვიქნებით. მოკლედ მომავალ მოგზაურობაში შევხვდებით. მიღებ? მოდი, ეხლა გავესაუბროთ ჩვენ სპონსორებს. ამ მოგზაურობის თავარ სპონსორებს. აბა ჩვენო სპონსორებო. გითხარით თქვენი შთაბეჭდილება. მოგზაურობა, ასე ზურგით მითხარ. ძალიან კარგია. ორი სიტყვით გითხარით მაინც თქვენი შთაბეჭდილება. ძალიან კარგი იყო. გიო, ორი სიტყვით. ძალიან ბევრი რაღაც ნახე მე პირადად. გიორგი გაციებული იყო და სულ ეძინა. წავედ. ჩემს მიერ შეყოწიწებული სენდვიჩები. არის ჭამო. ახლა მიღე.
და ასე დასრულდა ჩვენი არ მოგზაურობა. დასრულებულა, ჯერ უახლოვდება. უახლოვდება, ხო. მართ აეროპორტში გავიარეთ უკვე ჩეკინი, ჩეკაუთი, ვიდან სასტუმრო და ყველაფერი კარგად. ვართ ძალიან კმაყოფილები, მადლობა იტალიას, რომს, ძალიან ვისიამოვნეთ. მასე გვასიამოვნებდა. ხო, ოჯახური არდადეგები გავატარეთ. ძალიან კარგი იყო მართლა დასამახსოვრებელი და მომავალ მოგზაურობამდე აბა. და რომის აეროპორტიდან მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. და ლაიქოთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე კარგად.